რას იზამ თუ შენს წინ დევს წამალი, რომელიც ახანძილებს სიცოცხლეს, ამცირებს დიაბეტის, გულის შეტევის, სიმსივნისა და ალცჰეიმერის დაავადების შანსებს, ხელს უწყობს იმუნიტეტს, აძლიერებს სახსრებს, ებჯვის დეპრესიას და ხდის უფრო ბედნიერს. ხო დაუფიქრებლად დალევ. სამწუხაროდ ესეთი წამალი ჯერ არ არსებობს, მაგრამ არსებობს მასთან მიახლოებული საშუალება და ეს არის ვარჯიში. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ხალხი მხოლოდ იმისთვის ვარჯიშობს, რათა უკეთ გამოიყურებოდეს, დაიკლოს წონაში, გაიზარდოს კუნთები ან გაიუმჯობესოს სპორტული პერფორმანსი. თუმცა ვარჯიში იმაზე მეტია, ვიდრე უმეტესობას წარმოუდგენია და ამ ვიდეოში გაიგებ, თუ რატომ არის ასე. სტატისტიკაში არსებობს ესეთი კონცეფტი შეფარდებითი რისკი, ინგლისურად hazard ratio. ეს მაჩვენებელი გვეუბნება გარკვეული დროის განმავლობაში რამდენად ხშირად ხდება რაიმე მოვლენა ერთ ჯგუფში მეორესთან შედარებით. მაგალითად, ყველა მიზეზით სიკვდილიანობის hazard ratio მწეველებსა და არამწეველებს შორის არის 1.5, რაც ნიშნავს, რომ პირობითად ერთ წელიწადში მწეველის ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის რისკი 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველის. მეორე ტიპის დიაბეტისთვის hazard ratio 1.4-ია, მაღალი წნევისთვის 1.2, ხოლო თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადიისთვის, როდესაც ორგანო თითქმის ვეღარ ფუნქციონირებს და ადამიანს დიალიზი ესაჭიროება, hazard ratio არის 3. მოდი ახლა გადავხედოთ იგივე მაჩვენებელს ფიზიკური მომზადების კუთხით. კარდიოს დონის მიხედვით ყველაზე მომზადებულ და ყველაზე მოუმზადებელ ჯგუფებს შორის ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის hazard ratio აღწევს 4-5. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე ცუდი კარდიოს მქონე ადამიანს სიკვდილის 4 და 5 ჯერ უფრო მაღალი რისკი აქვს, ვიდრე ყველაზე კარგი კარდიოს პატრონს. ფიზიკური ძალის შემთხვევაში ყველაზე სუს ჯგუფსა და ყველაზე ძლიერ ჯგუფს შორის hazard ratio დაახლოებით 2-ია. კუნთოვანი მასისთვის 1.5-ის ფარგლებშია, ხოლო სიმძლავრისთვის, რომლის შემთხვევაშიც ის ყველაზე მაღალია, hazard ratio 5-დან 7-მდეა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უვარჯიშებლობა და ფიზიკურ ფორმაში არ ყოფნა სტატისტიკურად ისეთივე ან ზოგჯერ უფრო საშიში ფაქტორიც კია, ვიდრე ზოგი ქრონიკული მძიმე დაავადება, როგორიცაა დიაბეტი ან მაღალი წნევა. შესაბამისად, თუ ადამიანი არ არის ფიზიკურად აქტიური, აქვს დაბალი კუნთოვანი მასა, ძალა, სიმძლავრე და კარდიოს დონე, იმაზე უფრო მაღალი რისკის ქვეშაა, ვიდრე წარმოუდგენია. სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ სწორედ მოსახლეობის უმეტესობა ხვდება ამ კატეგორიაში. ასე რომ აბსოლუტურად ყველასთვის ვარჯიში უნდა იყოს ის რაღაცა, რაც განხილვას არ ექვემდებარება, განსაკუთრებით თუ შუა ხნის ასაკს ხარ გადაცილებული. 20-35 წლისას შენი ორგანიზმი ბიოლოგიურ ზენიტშია. გაქვს უფრო მეტი ენერგია, ძალა, კუნთოვანი მასა, აღდგენის უნარი და აქტიური ცხოვრების სტილის შენარჩუნებაც უფრო მარტივია. თუმცა დაახლოებით 35-40 წლიდან იწყება ორგანიზმის ის გარდაუვალი დაღმასვლა, რომელიც ნელ-ნელა სიბერეში გადადის და ბოლოს ყველამ ვიცით როგორც მთავრდება. სამწუხაროდ ამ პროცესის სრულად გაჩერება შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია ის შევანელოთ ვარჯიშით და თანაც ნებისმიერი ასაკიდან. ძალიან ხშირად მესმის 30-40 წელს გადაცილებული ხალხისგან რაღა დროის ჩემი ვარჯიშია, რომს დავიწყო ბევრს რას უნდა ველოდო და ასე შემდეგ. მაგრამ გვიანი არასდროს არაა და ამას მეცნიერებას ადასტურებს. 1990 წლის კვლევა მაჩვენა, რომ საშუალოდ 90 წლის საკმაოდ სუსტ ფიზიკურ ფორმაში მყოფმა ხალხმა სულ რაღაც 8 კვირიანი სავარჯიშო პროგრამის შემდეგ საგრძნობლად გაიუმჯობესა როგორც კუნთოვანი მასის, ასევე ძალის მაჩვენებლები. ჯამში 10 მონაწილეში, რომელთაგან ყველაზე მოხუცი 96 წლის იყო, ძალა საშუალოდ 174%-ით, ხოლო კუნთოვანი მასა 9%-ით გაიზარდა. და მათ ასევე გაიუმჯობესეს მობილობა და სიარულის სისწრაფე. მეტიც, 2011 წლის მეტა-ანალიზმა შეისწავლა 59 კვლევა. ჯამში 1300-ზე მეტი მონაწილე, რომელთა ასაკის დიაპაზონი 50-დან 85 წლამდე იყო და მკვლევარებმა ზუსტად იგივე დაასკვნეს. ასაკის და მიუხედავად, მონაწილეებმა მაინც საგრძნობლად შეძლეს ძალისა და კუნთოვანი მასის მომატება. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებ ვარჯიშს, მით უკეთესია. წარმოიდგინე, რომ გაქვს დანაზოგი, საიდანაც 40 წლის შემდეგ თანხა არსაიდან იწყებს ჩამოჭრას და რაც უფრო დრო გადის, ფული უფრო და უფრო სწრაფად მცირდება. და რაღაცა დროის შემდეგ აუცილებლად გაიაზრებ, რომ ამ ანგარიშზე რაც შეიძლება მეტი და მეტი თანხა უნდა შეგეტანა, რომ მომავალში ის უფრო დიდხანს ყოფნოდა. მინდა კუნთოვან მასას, ძალას, სიმძლავრეს და აერობულ ფიტნესს ზუსტად ისე შეხედო, როგორც ამ ანგარიშს. ჩათვალე, რომ ისინი ქმნიან ბიოლოგიურ რეზერვს, რომელიც რაც ასაკი გემატება, თანდათან მცირდება. შესაბამისად, ჯობს ეს რეზერვი რაც შეიძლება დიდი იყოს. ხოლო თუ ამ რეზერვის შევსებისთვის არაფერი მოიმოქმედე, დაღმასვლა ბევრად სწრაფი და შესამჩნევია, რაც თავისთავად იწვევს ცხოვრების ხარისხისა და ხანგრძლივობის უფრო სწრაფ კლებას. ასე რომ გირჩევ ამ რეზერვის შევსებაზე ზრუნვა სწორედ ამ წამიდან დაიწყო, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რეგულარული ვარჯიშით. და სულაც არაა აუცილებელი დღე და ღამე დარბაზში გაათენო პროფესიონალი სპორტსმენივით. სავსებით საკმარისია კვირაში 2-3 ვარჯიში,
რომელიც მიმართული იქნება ზოგადი ძალის, კუნთოვანი მასის, კარდიოსა და სიმძლავრის განვითარებაზე. და თუ ესე ზედმეტად გეჩვენება, 2025 წლის კვლევის მიხედვით, სახლის 5 წუთიანი ვარჯიშიც კი იძლევა შესამჩნევ შედეგს. ჯამში 22 მონაწილემ საშუალოდ 13%-ით მოიმატა ძალა და 9%-ით გაიუმჯობესა მოქნილობა. დღეში მხოლოდ 5 წუთიანი სახლის ვარჯიშებით. და მათ ასევე აღნიშნეს, რომ მენტალურად თავს გზავნიან უფრო ჯანსაღად და ბედნიერად. რასაკვირველია, 5 წუთიანი სესიებით გასაოცარ პროგრესს ვერ დაინახავ, მაგრამ თუ დიდი ხანია ან არასდროს არ გივარჯიშია, ესეთი მცირე რაოდენობის ფიზიკური აქტივობაც კი წაგადგება. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ვარჯიში იმაზე მეტია, ვიდრე საშუალება, რომელიც ხელს უბრალოდ უფრო მიმზიდველს ხდის. ჩემი მიზანი კი ისაა, რომ ამ არხით ფიტნესი უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული გავხადო. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.